გამარჯობათ Wezel News-ის მაყურებლებო, დღეს ჩვენ ცხელცხელი ამბებით ვართ სტუდიოში და ჩვენი სტუმარია ქალბატონი კარტაკრაფტი, ყოფილი სვატის უფროსი. გამარჯობათ ქალბატონო კარტა. როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით ქალბატონო მარგარეტ, ისევ და ისევ მადლობას გიხდით მოწვევისთვის, შვენივრად თავად როგორ ბრძანდებით. მადლობას გიხდით, მუდამ უხარული ვართ თქვენი მოწვევით ქალბატონო კარტა. ქალბატონო კარტა, რატო ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თქვენი დატოვეთ თქვენი სამსახური და თქვენი პოზიცია, თუ შეიძლება დეტალურად მოგიყვათ ამის შესახებ და რას ქონდა ადგილი, რის გამო მოხდა რაღაც კონფლიქტი მოგივიდათ, ვიცით? თუ შეიძლება რომ დეტალურად მოგიყვათ ეს ყველაფერი. კი ბატონო, მე მაგას კონფლიქტს ვერ დავარქმევ ქალბატონო მარგარეტ, თუმცა კი, მაგაზეც დავხურდავდებით რა იყო და როგორ იყო. სულ თავიდან მე მოგეხსენებათ ადრე თქვენთანაც ვარ ნამყოფი სტუდიაში, მოვედი როგორც სვატის დანაყოფის ერთ-ერთი წევრი, მაშინ თუ გახსოვთ ჩემი საქმელი საგმირონი რომ ვილაპარაკეთ. კი ბატონო. ხო და ეს ჩემი ალბათ თქვენი სიუჟეტიდან გაიგეს ქალბატონო მარგარეტ, არ ვიცი, მაგრამ მე როგორც ძალიან გამოცდილი და კვალიფიცირებული კადრი LSPD-ში მომიწვიეს გუშინ წინ ბატონი ტრიხტინა, რომელიც უნდა ყოფილიყო სვატის დანაყოფის მეთაური. და ბატონმა ტრიხტინამ მითხრა, რომ რაღაც თავისი რიგი პრობლემების გამო ვერ ახერხებდა მოკლედ ამ პოზიციაზე დანიშვნას და მთხოვა, რომ მე მეთავა ეს ყველაფერი და თუმეტეს იცოდა, რომ გამოცდილი ვიყავი, კი ბატონო. მოკლედ ძალიან საჭირო კადრი ვიყავი იმ დროს, თან თუმეტეს ბატონი ლუკას ბიმონტი, LSPD-ს განყოფილების მეთაური, ახალი დანიშნული დახმარება სჭირდებოდა. მოკლედ მეც ამ დროს საქმე არაფერი არ მქონდა. უთხარი კარგი მეთქი მოვალთქო. მოკლედ ყველაფერი გავაკეთე ქალბატონო მარგარეტ, რაც იყო გასაკეთებელი, რაც არ იყო გასაკეთებელი. 10 დანაყოფის წევრი მივიღე პირველივე დღეს, 10-ვეს შევუქმენი ბეიჯები. მოკლედ ყველაფერი რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე 10-იანზე. 100-იანზეც კი. ეხლა რა ხდება? მეორე დღეს ჩამოვფრინდი შტატებში და ვხედავ, რომ ჩემ დანაყოფში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მე არ მიმიღია პირადად. ამის უფლებამოსილება ჩემ გარდა სხვას არავის არ უნდა ჰქონდეს, ან თუ აქვს, ისიც ჩემს დაუკითხავად ყოველ შემთხვევაში არ აქვს ამის უფლება. მე შევაჭერი პირდაპირ ბატონ ლუკას ბიმონტის კაბინეტში და მარტო არ იმყოფებოდა ბატონი ლუკასა, იყო ერთ ინდივიდთან ერთად, რომელსაც მე პირველად ვხედავდი, არასდროს არ მინახავს. ცოტა ისეთი უხერხული შეხვედრა გამოგვივიდა. როგორ გითხრათ, აი არც ვიცი ახლა ეს პირდაპირ ეთერში შემიძლია თუ არა რომ ყველაფერზე ისაუბრეთ, ვინაიდან ჩვენი შტატის მოქალაქეები მაქსიმალურად დაინტერესებულები არიან და უნდათ რომ რამდენადაც უხერხული არ უნდა იყოს, თუ შეიძლება ცენზურის გაცვით რომ. კარგი, მოკლედ მეორე სართულზე მოგეხსენებათ არის განყოფილების უფროსის კაბინეტი, როგორც კი ავედი მეორე სართულზე, კარები არის გამჭვირვალე, გეცოდინებათ თქვენ ალბათ თუ ხართ განყოფილებაში ნაყოფი, კი ბატონო. და ამ კარების უკან დგას ზუსტად ეს სავარძელი, ხო? განყოფილების უფროსის სავარძელი და კალთაში ეჭდა ვიღაც კაცი. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ჩვენ ბატონ ლუკასთან ჰქონდა ინტერვიუ, რაზეც განაცხადა, რომ ის დაოჯახებული არ არის და მის ორიენტაციას არ ამხელდა ქალბატონოდან. არ ვიცი ქალბატონო მარგარეტ, გეტყვით ახლა რა როგორ იყო. მოკლედ მე რომ დამლანდეს. ესე უბრალოდ კალთაში არ უჯდები ხალხს თუ არ მომწონს ან არ ვიცი ქალბატონო მარგარეტ, ჩემი საქმე არა, მე როგორც იყო ფაქტები იმას მოვყვებ. მე რომ დამლანდეს ეს წამოხდა უცებ ეს ვინც ეჯდა კალთაში და იქით მიეფარა მოკლედ. მე რომ შევედი, ანუ ჩემი პრობლემები მქონდა ქალბატონო მარგარეტ, ახლა არ მაინტერესებს ხო ხდებით ვიღაცების პირადი ცხოვრება. სანამ ეს პირადი ცხოვრება ჩემს რაღაც სამსახურეობრივ უფლებებს, ну, კარგი, აბათ მოგვიარებთ აღნიშნავ, რას გულისხმობ. რომ დაბაბნეველი არ იყოს თქვენთვის. მოკლედ, შევდივარ და ბატონი ლუკასას უნდა რაღაც, არა, მე ვეუბნები, რომ ბატონი ლუკას მეთქი. სვატის დანაყოფში მყავს წევრები, რომლებიც არ ვიცი ვინ არიან, არ ვიცი საიდან მოვიდნენ, არც გავსაუბრები ვარ არასდროს და ვინაიდან და რადგანაც მე ვარ პასუხისმგებელი ვინ იქნება სვატის დანაყოფში, მე ამ ადამიანებს პასუხს ვერ ვაგებ. რადგან ბატონი ლუკასამ პასუხობს, უი, ხო, ანუ წარმოიდგინეთ ქალბატონო მარგარეტ, როგორ ვიგებ ინფორმაციას, რომ მე დამაქვეითეს და აღარ ვარ სვატის დანაყოფის მეთაური. არაფერი, ანუ არ უი, ხო, დამავიწყდა შენთვის მეთქვაო, ნახე რას მეუბნება. მოკლედ ასეთი სიტუაცია არისო. საავადმყოფოს წინ დაგინახეს ფორმის გარეშე საღამო საათებში.
ხო მე მგონი რომ რა თქმა უნდა საღამო საათებში კი ბატონო, ოღონდ შესვენება არასამუშაო დრო იყო. შესვენება არ გქონდა აღწერილიო და მაგის გამო დამაქვეითეს თურმე. ეხლა ნახეთ ქალბატონო მარგარეტ. ხო, ანუ რა სისულელი, ანუ თვითიდან გამოწოვილი მიზეზები თქვენთანაც ხო ხვდებით. მით უმეტეს კომანდერს ვინ აქვეითებს იმის გამო, რომ ფორმის გარეშე მივედი ექიმს მივაკითხე, ან რა მიჭირდა, ეგ მკითხე. ან არ აწყობთ, მაგრამ ნახეთ, რატო არ აწყობთ? მე როგორც კვალიფიცირებული კადრი, რომელმაც ყველა საქმე გავაკეთე, რაც მეხებოდა, რაც არ მეხებოდა, პირნათლად შევასრულე ჩემი დაკისრებული სამუშაო. ერთ დღეში, პირველივე დღეს ქალბატონო მარგარეტ 10 სვატის თანამშრომელი შევკარი. ანუ 10 გამოცდილი სვატის თანამშრომელი. რომელთა პოვნაც დღესდღეობით ძალიან რთულია. კი, ქალბატონო მარგარეტ, გეთანხმებით. ანუ შეუძლებელი.